სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი თეთრი ტალღა ერთადერთია საქართველოში, რომელსაც საკუთარი სტუდია აქვს. იგი თავის არსებობას 1991 წლის 10 მაისიდან იწყებს, როცა სოხუმში შედგა პირველი საპრემიერო წარმოდგენა. მანამდე კი 1999 წელს თეატრის დამაარსებელმა გიორგი რატიანმა შექმნა თეატრალური სტუდია. შევკრიბეთ ახალგაზრდობა ქართული სკოლების მაღალი კლასებიდან, მათთან მიდიოდა სტუდიური მუშაობა იმ საგნებში, რა საგნებიც უნდა ცოდნოდა მომავალ მსახიობებს. ეს არის მსახიობის ოსტატობა, სასცენო მეტყველება, სასცენო მოძრაობა. თეატრი მაღალ საფეხურზე იდგა, როცა 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. 92 წელს დაწყებულმა ომმა დიდი ზიანი მიაყენა სრულიად საქართველოს. მძიმე შედეგები აისახა დასეც. თუმცა სტუდიის არსებობა ძველი ნასახლარევით არ დარჩა. დევნილობის პირველ წლებში, როცა თეატრი აღდგენას იწყებდა, განახლდა სტუდიური მუშაობა. შეიქმნა რამდენიმე სხვადასხვა წრე. მე 15 წლის ვიყავი, როცა ეს როლი მომწეს და უკვე სადღაც 8 წელი ამ სპექტაკლში ვარ და ვთამაშობ. სოხუმის დღესთან დაკავშირებით თეატრმა მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ჰელადოსის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი გამარჯობა სოხუმო გაახსენეს. მიუხედავად იმისა, რომ მე სოხუმელი არ ვარ, ის რაც ახასიათებთ სოხუმლებს და თვითონ ის ტკივილი, რაც გადმოყვათ, ჩემთვისაც გახდა ძალიან ახლობელი და მეც იმ დატვირთვით თამაშობდა მთელი გულით, როგორებიც არიან თქვათ ეს ბიჭები და გოგოები სპექტაკლში და მეც შეუძლებლად ყვები მათ. 2012 წელს თეატრი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით დასურს წარმოდგენა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს წარუდგინონ.